როგორც მივხვდით, ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ჩემი ძმა, დუდა ჩერქეზიშვილი, რომელიც მოღვაწეობს ლონდონში და მას აქვს სამშენებლო კომპანია, ფლობელი არის მისი. და დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ მოგიყვებით მის განვლილ რთულ გზას, აი ამ წარმატებამდე, ემიგრანტის ცხოვრებას, თავის სირთულეებს და მე მგონია, რომ ეს ეპიზოდი იქნება ინსპირაციული, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი გამოცდილებების მომცემი თუ ეხლა გადიხართ ამ გზას, რა თქმა უნდა, და ასევე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის წარმოდგენი არის CherrySfit აპლიკაცია. და კონკრეტულად დღეს მინდა გავამახვილო ყურადღება სანდრო შილაკაძის სავარჯიშო პროგრამებზე. CherrySfit აპლიკაციაში შეგეძლებათ ისარგებლოთ მამაკაცის სავარჯიშო პროგრამებით დარბაზის პირობებში. არა მარტო მამაკაცის პრინციპში გოგონებსაც შეუძლიათ ეს პროგრამა გამოიყენონ. კუნთის ზრდიდან დაწყებული, ცხიმის წვით დამთავრებული ყველანაირ გემოვნებას ვართ მორგებული. ასე რომ აუცილებლად გადმოწერეთ, დარეგისტრირდით და ბიჭებო განსაკუთრებით გამოცადეთ სანდრო შილაკაძის სავარჯიშო პროგრამები. დუდა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემ პოდკასტში. ბევრი ნახვები გჭირდება, ბევრი გადაზიარებები ვიდეოების და მოკლედ მე მგონი кай ფეხი გეკრება ჩვენ. როგორც მოკლედ кай ფეხი გეკრება. მოდი ბავშვობიდან დავიწყოთ და მოგვიყევი ვინ ხარ შენ ჩემი? ეხლა ძალიან რაღაცა ისეთი ზოგადი კითხვით დაიწყე და ძალიან იქიდან უნდა მოვიარო. შორიდან უნდა მოვუარო. მოკლედ გითხარი და მე ჩავშალოთ. მე ვარ ბავშვობიდან დუდა ჩერქეზიშვილი, პასპორტში დავით ჩერქეზიშვილი, შენი ძმა. და მე ვფიქრობ ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახის შვილი ვარ. მადლობა. მინდა მოგიყვეთ ტრამული ბავშვობიდან წარმატებამდე რა ნაბიჯები არის. გასავლელი არა, რა ნაბიჯები გვაქვს გავლილი ზოგადად ოჯახში და როგორ ვუმკლავდებით ჩვენს სირთულეებს. ასევე მოგიყვებით ემიგრანტის ცხოვრებაზე ბრიტანეთში, ემიგრანტების ცხოვრებაზე, ასე ვთქვათ, და მოკლედ მე მგონი ძალიან საინტერესო პოდკასტი გველის. წავედით ჩვენ ჩავაშვით და ეხლა უფრო კონკრეტულ კითხვებზე გადავალ დუდა. ასევე თან უცბად გაგაცნობთ, დუდა არის, როგორც გითხარით, ჩემი ძმა, ცხოვრობს ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში, აქვს თავისი საკუთარი ბიზნესი, რომელიც დაიწყო უფრო ხის კოტეჯებით პანდემიის დროს, რომელიც იყო ასე ვთქვათ, garden house-ები, ბაღში გაკეთებული პატარა სახლები, სახლი ოფისები და ეხლა უკვე გადავიდა სრულ მშენებლობაში. თუმცა სანამ ამას მივადგებით, მოდით დავიწყოთ ბავშვობიდან და დათუნა ჩვენ ვართ გატრამული ბავშვობის, ასე ვთქვათ, 90-იანები, 80-იანები, ეს იყო სულ ყველას, თითქმის ყველას ჰქონდა ასეთი რთული პერიოდი, თუმცა ჩვენ განსაკუთრებულად გვიჭირდა. ალბათ ყველა ეს არის სუბიექტური არის ესე თქმა, განსაკუთრებულად გვიჭირდა. რას გაიხსენე მოდი ყველაზე ბავშვობის ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო? პირველ რიგში შენ მინდა დიდი მადლობა მოგიხადო, ასეთი პატივი რომ ერგო და მომიწვიე შენ პოდკასტში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება. იმიტომ რომ გიცნობ შენ ბავშვობიდან და ვიცი რომ რასაც შენ ხელს კიდებ, ყველაფერი აქამდე ყოფილა წარმატებული. და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ძალიან წარმატებული. დიდი მადლობა, დიდი იმედი გვაქვს ჩვენც. ბავშვობას რაც შეეხება, ჩვენ ბავშვობას რაც შეეხება, ძალიან დახუნძლული და ისეთი მრავალფეროვანი თავისი ტრამვებით და თავისი რაღაც კარგი რაღაცებით დახუნძლული ბედნიერი, თუნდაც უშუქობაც და ისეთი ბნელი პერიოდები 90-იანების მაინც კარგად მახსენდება რაღაცა მომენტებში. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელობას რო უყურებ, დღევანდელობას როგორი ტრანსფორმაცია განიცადა საერთოდ იმ პერიოდიდან ამ პერიოდამდე დრომ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება გაგვიმართლა კიდევაც, რომ ესეთი ბავშვობა იყო და აი ეს უშუქობაც რაღაცა თავისებური ხიბლი იყო. კი, გვასწავლა რაღაცნაირად გვასწავლა ბედნიერება და გახარება რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა. ხო, ზოგჯერ შეიძლება დღევანდელ ცხოვრებაში მოგენატროს ეგეთი რაღაც ნატურალური და ჯანმრთელი კომუნიკაცია. ნამდვილად. და რას გაიხსენებ ყველაზე ესეთ დიდ გამოწვევად აი ბავშვობაში? თელ ბავშვობას. თელ ბავშვობა გამოწვევა იყო. ბავშვობა გამოწვევა იყო. ანუ ჩვენთან ხო ესეთი გარემო იყო და თვითონ ესეთი სიტუაცია იყო
ჩვენს გარშემო, რომ ყოველთვის გჭირდებოდა თავის დამკვიდრება. ყველგან. რას გულისხმობ? აი იქნებოდა დაუშვათ სკოლაში იქნებოდა ეს და მეზიზღებოდა სკოლა. სხვათა შორის დუდას აქვს 7 სკოლა ხო გამოცვლილი? არა, უფრო მეტი. 8? 11. სკოლებში რამოდენიმეჯერ ვარ ნავყოფი. ანუ ჯერ 3-ჯერ მივიდა პირველ კლასში, ხო? გამოვიდა, შევიდა. ხო, პირველად ბიძა ჩემმა, სხვათა შორის 2-ჯერ გამომაგდო ბიძა ჩემმა. ხო. ჩვენი ბიძა იყო და არის სკოლის დირექტორი, ერთ-ერთი სკოლის დირექტორი რუსთავში, სკოლა რეცასი და დათუნა თავიდან რო წაიყვანა. 5 წლის ვიყავი და არ ხარ მზათო. მე 7 წლის მივბრუნდი ოღონდ სხვა სკოლაში და მე 1 კლასს გადამახტუნეს. სადღაც მეორე კლასში ვიყავი, მეორე კლასამდე ვიყავი ბეჯითი, კარგი მოსწავლე. იმის მერე და ესე 11 სკოლა შეცვლი, რა თქმა უნდა, დაგჭირდებოდა თავის დამკვიდრება ყო. ბოლოში ხო, ბოლოს თბილისში დავამთავრეს საკალათბურთო რაღაც მერაბ კეკელიძის 58 სკოლა. და მოკლედ იმაზე ჩვენ საუბრობდით გამოწვევაზე და თქვი რომ შენ ეს და თავის დამკვიდრება ეზოშიც გვიწევდა რაღაც. ეზოში ყველგან ხო, სოციუმში. თავის დამკვიდრება და ეს როგორ ფიქრობ, ეს ცუდია თუ კარგია? ბავშვისთვის მე მგონია რომ ეს პირიქით კარგი არის. კარგი არის, როდესაც ჯანსაღი გარემო არის. მაგრამ ჩვენ ვიყავით რაღაცა ჩემი აზრით, რასაც ვლაპარაკობ ყოველთვის, ამას ჩემი აზრი არის, რომ ეს საბჭოური რაღაცა წყობის და იქაური მენტალიტეტის ჩვენ უფროს თაობაზე ვლაპარაკობ. იმისი რაღაცნაირად მსხვერპლები ვართ რაღაც მომენტში და მაქიდან მოდის მე ეს ტრავმები, ეს ბავშვობის ტრავმები, რომ არასწორი მიდგომები იყო. აი დავუშვათ. აი ავიღოთ სპორტი. სპორტში დღევანდელ დღეს არავინ არ მიგაკარებს ბავშვთან თუ ფსიქოლოგიურადაც იმ დონეზე არ ხარ, რამდენადაც სპეციფიურად სპორტში შენ თვითონ. ან თვითონ იმ სპეციფიკად დავუშვათ ავიღოთ კალათბურთში. ფიქრობ რომ მაგდონეზე ვართ უკვე საქართველოში? საქართველოში ჯერ არ ვიცი. აქ რა ხდება, მართალი გითხრა, მასე არ ვარ ჩახედული აქ რა ხდება, მაგრამ ზოგადად ვიძახი რომ ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, უმნიშვნელოვანესი თუ აი მაგალითად რას გაიხსენებდი ყველაზე შენთვის ახლა ბავშვობაში მე მგონი ერთ-ერთი გადარჩენის მომენტი იყო კალათბურთი. კალათბურთს თამაშობდი და თითქოს აი ექსპორტი იქცე შენთვის. და ბავშვის ფსიქოლოგია როგორია, ხო? რომ ბევრს ოცნებო ბავშვი და როდესაც იწყებ რაღაც სპორტს, ყოველთვის ფიქრობ რაღაც უმაღლეს დანიშნულებამდე და იქ ფიქრებში და ძილის წინ და ასე შემდეგ ყოველთვის თამაშობ NBA-ში სადღაც უმაღლეს მწვერვალზე. ნუ რა თქმა უნდა ეხა ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოდის ესე და ეს რჩეულების ხვედრი არის რომ მოხდე იმ 64-ას კალათბურთელში. მაგრამ როდესაც სპორტში ხარ ბავშვი მოკლედ მოზარდი აუცილებელი არის მწვრთნელის კვალიფიკაცია, ფიზიკურად იქნება და სპეციფიურად იქნება თუ მენტალურად. ჩემი აზრით. და ეს ამისი დეფიციტი იყო ძალიან. აი რა გულისხმობ რა გვერდში მხარდაჭერას არ გრძნობდი, მიდიოდა რაღაცა გულგრილი მიდგომა ბავშვის მიმართ, რომელიც არის თავიდან ფეხებამდე შეყვარებული იმ სპორტზე, მაგრამ შეიძლება ვიფიქრო ის რომ ამ ბავშვმა შეიძლება კი არა ხო, ნუ არ აქვს მომავალი, მნიშვნელობა არ აქვს მომავალი გააქვს თუ არა იმ სპორტში. იმ ბავშვს არ უნდა მოუკლა ის მართალი. აი ის სივრცე, რა სივრცეშიც არის იმ მომენტში და ის სიყვარული და სიყვარული. ანუ თან თუ ხედავ რომ დებს ეს ბავშვი რაღაცა ძალისხმევას ხო? კი მე მახსოვს 2-ჯერ ვარჯიშობდი და 2-ჯერ კი არა 3-ჯერაც და მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ამას ბავშვი რამდენად აღწევს მოზარდი რამდენად მიაღწევს თავის მიზანს ამას მნიშვნელობა არ აქვს ან რამდენად გამოვა კალათბურთელი და ეს ხედვა იყო მაშინ რომ შენ თუ დაუშვათ არ გაქვს იმის პოტენციალი რომ გამოხვიდე პროფესიონალი კალათბურთელი და ითამაშო უმაღლეს დონეზე მაღალ დონეზე
იმდენად გულგრილი მიდგომა იყო მე შენ მე მგონი ქონდა მან სხვა ამბავი ხო არ იყო რაღაც უფრო თანხობრივი შესაძლებლობა იმიტომ რომ ეგეც იყო ხოლმე აი თამთა შემთხვევაში მაგალითად ჩვენ და ხო იყო ხა იყო მაშინ ესეთი რაღაც ჩვენ და ჭაბუკიანის მოსწავლე იყო და იქ ცალსახად იყო თუ არ ემზადებული ზოგადადაც იყო ხა ესეთი ცნობა საქართველოში იყო ხო რაღაც დამატებითი ფინანსურ მხარეზე ბევრი რამე იყო დამოკიდებული. მაგრამ ამან შენზე თითქოს არ იმოქმედა მგონია. რა თქმა უნდა, აი ამ კომპლექსებით შეიძლება გაზრდილიყავი როგორც მოზარდი აი ამ სპორტში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ რაღაცა თითქოს ბოლომდე მიყევი მაგას, არა? რას გულისხმობ? არ იმოქმედა? სპორტს ან ხო არ იმოქმედა, მაინც ჩადი შენი დრო და სიყვარული იყო ის იმდენად იმ ხელა სიყვარული მქონდა თვითონ სპორტის მიმართ, რომ არ ტოვებდი. სპორტს ვერ ვეშვებოდი და ბოლომდე ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვობიდან ვიყავი რაღაცა ისეთი ძალიან მომთხოვნი საკუთარ თავთან. ძალიან მომთხოვნი და მივხვდი მე ადრეულ ასაკში, რომ ნუ ამითი შორს ვერ მივდიოდი და ვერ წავიდოდი. ანუ რას თხოვდი? არასწორად თხოვდი, რომ შენ კალათბურთელი გამოხვიდოდი თუ რას გულისხმობ? მიუხედავად იმისა, რომ წვრთნელი დავუშვათ მეუბნებოდა ისეთ რაღაცეებს, რაც ბავშვს არ უნდა უთხრა და მოზარდს არ უნდა უთხრა, მე უმატებდი ჩემ თავს და უფრო მეტ წნეხში ვამყოფებდი, რომ მაიმ ბოლომდე ვაწურინებდი ფიზიკურადაც და მენტალურადაც, რომ რაღაცა მიმეღწია და მე მივხვდი რაღაც მომენტში, სადაც 18-19 წლის რომ ეს არ მიდის სწორი მიმართულებით. და რა მოხდა მაშინ? მაშინ გამიჩნდა რაღაცნაირი შიშის ფაქტორი. და სხვათა შორის ეს შიშის ფაქტორი მქონდა ძალიან ადრეულ ასაკში. გამიჩნდა, ვფიქრობდი ყოველთვის, რომ რაღაცა 13-14 წლის ვფიქრობდი, რომ უკვე ძალიან დიდი ვიყავი და მომავალი არ მქონდა არაფრის და რაღაცა უნდა გამეკეთებინა და რაღაცა ესეთი ფიქრები მქონდა ბავშვობაში. მივხვდი რაღაცა მომენტში, რომ მე საქართველოში ჩემი თავი ამოვწურე. შეიძლება ესეც არ ყოფილიყო და შეიძლება, მაგრამ მე იმ მომენტში ესე ვიფიქრე და ესე გადავწყვიტე, რომ მე ჩემი თავი ამოვწური აქ და აუცილებლად უნდა წავსულიყავ. როგორ მოხდა? მაშინ მოდი გადავიდეთ ინგლისზეც. როგორ მოხდა შენი ინგლისში წასვლა? დრამატული მხარე. მაგის დრამატული მხარე. ანუ რაღაცა მომენტს გავიხსენებ ყველაზე დრამატულს, რომ ეს კალდორში ჩვენთან სახლში ეს ჩაკუზული ვიყავი და ჩემთვის ჩავილაპარაკე, აქედან რო არ წავიდე, თავს მოვიკლავ მეთქი რაღაცა ესეთი ვთქვა. დედა ჩემმა გაიგო. ხო. ესე ოთახში გაიარა და გაიგო. ოღონდ ისე არ მithქვამს, რომ ვინმეს გაიგო. მაგრამ მართლა უკვე ისეთ დეპრესია, ისეთ იმაში ვიყავი 19 წლის და რომ აქ ვეღარ ხედავდი ვერაფერს, ჩემ თავს ვეღარ ხედავდი. ბავშვობიდან მინდოდა ამერიკა. ყოველთვის მინდოდა ამერიკა, იმიტომ რომ სულ რასაც უსმენდი, უყურებდი, ვინც ჩემი რაღაცა აიდოლები იყვნენ, ყოველთვის ამერიკელები იყვნენ. ხა ბრიტანეთთან ნაკლებად მქონდა ისეთი ემოციური კავშირი ბავშვობაში. ჩემი გუნდელი რამოდენიმე წლით ადრე წავიდა ინგლისში, ბრიტანეთში. და იმას ველაპარაკე რამ ტელეფონზე დამირეკა. მამიდა ჩვენთან სახლის ტელეფონზე მაშინ არ იყო მობილურები თუ იყო აღარც. არა არ იყო. ხო, ნუ მაშინ ახალი ის. ჩვენ არ ქონდა ყოველთვის. ხო, ჩვენ არ ქონდა და იქ ტელეფონზე ინგლისიდან გირეკავენო მამიდა ჩვენ ინგლისიდან ვინ მირეკავს მეთქი. ჩავედი და ჩემი ბავშვობის მეგობარი და ერთად გაზრდილები კალათბურთიდან იმყოფებოდა ინგლისში და რაღაცა რომ ვილაპარაკე, მაქიდან გამიჩნდა ინგლისში წასვლის. ხო, მაგრამ ის მიხვდა რომ შენ ცუდად იყავი, დედა ელაპარაკა თუ ის არის პიროვნება, რომ ადამიანებს არ ივიწყებს და ყოველთვის ესეთი ძალიან ანუ მეგობრობდი რა თქმა გუნდში ვიტყოდი რომ თამაშობდით ყველაზე კარგად ახლოს და რაღაცა ისე სხვებთანაც რა თქმა უნდა, მაგრამ ემზარისთან ვიყავ ყველაზე ისე ახლოს. და ემზარი დაგირეკა ინგლისიდან. დამირეკა ინგლისიდან და მაქიდან გამიჩნდა იდეა რომ წავიდოდი მინდოდა უნდა წავსულიყავი ბრიტანეთში, ინგლისში.
რომ აქ უკვე ჩემი გაჩერება, ჩემი გადმოსახედიდან მე ესე უყურებდი, რომ აღარ შეიძლება. ხო, იმიტომ რომ მე მგონია რომ მარტო კალათბურთის მიმართულებით განიხილავდი, შენგან ზოგადად შენს არა, უკვე წასვლა რო ცხოვრებაში, გადავწყვიტე, იქ უკვე აღარ იყო კალათბურთი. იქ უკვე აღარ იყო. იქ აღარ იყო უკვე კალათბურთი, თუმცა რომ ჩავედი ინგლისში, ვითამაში. რამოდენიმე რაღაცა გარკვეული ხანი ვითამაში კალათბურთი. ოკეი. და წავედით ახლა ინგლისში. მოდი ჩავხვედი პირველად ინგლისში და რა ხდება? პირველი წლები ინგლისური არ იცი? ინგლისური არ ვიცი. მარტო hello, how are you? ხო. იმებიდან რა ქვია და გინებები რეპიდან. რეპიდან გინებები ხო? ხო, თქო. რა ხდება? როგორ ისწავლე ინგლისური რამდენ ხანში? ანუ როგორ ეხა გეტყვით იმას რა ქვია, შენ აუდიენცია. ხო. კაი ტექნიკას, კაი სწავლის. ჩემთან ესე იმუშავა. თავიდან რომ ჩავედი ინგლისში, რამოდენიმე ხანი ვიმუშავე ფოსტაში, ოღონდ ფოსტა ერქვა, ესე ფოსტას კი არ ვაგდები რაღაცა ესეთი warehouse-ი როგორ არის აქ რაღაცა ფაბრიკა, ხო, ნუ warehouse როგორ ესეთი ფაბრიკა. ხო, ფაბრიკა. ქარხანა. არა, warehouse-ი არ არის ქარხანა, მაგრამ ნუ ქარხანა დავარქვა. საწყობი, დიდ საწყობში. ამ ფურცლებს იმ ვალაგებდით და იმაში მძიმე სამუშაო იყო, ძალიან ადრე იწყებდი და ძალიან გვიარჩებოდი. და რაღაცა 2 კვირა ვიმუშავე მანდ, ჩემმა მეგობარმა დამაწყებინა, ნუ ესე გაკითხვით და მე ჩემი მეგობარი მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში. წამიყვანა სამშენებლო კომპანიაში თავისთან, რამოდენიმე კვირაში და ეს იქ ფორმენს ეძახიან აი site managers, თვითონ ობიექტის მენეჯერი. ობიექტის მენეჯერი, ხო. და ისეთი ირლანდიელი კეთილი კაცი იყო, კაი ადამიანი იყო და ემზარის იმ პერიოდში, ახლა 2006-7 წელში საკმაოდ კარგი ხელფასი ჰქონდა, იმიტომ რომ ის ხელფასი ახლა აღარ არის ისეთი კარგი, მაგრამ ნუ მაშინდელ რომელ წელს ახვედი თუ და ინგლისში? 2006 იყო. 2006, ხო. site manager-მა, ობიექტის მენეჯერმა უთხრა, რომ რამდენი მივცეთო აბა შენ მეგობარსო ახლა ხელფასიო რა. რამდენი გისაო? ემზარიმაც არ ვიცი ახლა. თან მიმიღო მე პასპორტში მეწერა no work. არ შეიძლება და სამუშაო. სამუშაოს უფლება. ანუ ტურისტული ვიზით ჩახვედი. ტურისტული არ. სასწავლო ვიზით ჩავედი. სასწავლო ვიზით ჩახვედი. სასწავლო ვიზით ჩავედი. ხო. უბრალოდ ჩემი სასწავლებელი სად იყო არ ვიცოდი. არა, სხვათა შორის ერთხელ ვიყავი. ნუ მაშინ ესე კეთდებოდა, ხო, ეს. არა, კეთდებოდა რა ეხა, არ ლეგალური არაფერი არ გაკეთებულა, čo მიწვევი. ხო, ანუ ყიდულობდი ამ სასწავლებელს და ესე მიდიოდა. კიდე ცალკე თემა აქვს, როგორ ჩამიტყეს ეს სასწაული თემა არის, ანუ ისეთი იმით წავედიან, რომ დაუბრუნდებით მე იმას თუ გაინტერესებს. ხო და დამაწყებინა მუშაობა, მომცა ხელფასი, კარგი ხელფასი, იგივე ხელფასი, რასაც ემზარის აძლევდა მაშინ და ესე დავიწყე ჩემი პირველი ესეთი კარგი სამუშაო. ხო, მაგრამ ინგლისური როგორ ისწავლე მაგ? ხო და ინგლისური ვისწავლე, ეხა უყურე, ეხლა აქედან გადმოსახედიდან კარგი სამუშაო იყო იმ მომენტში, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ბურთის ტყაპუნის მეტი არაფერი არ მიკეთებია იქ რო ჩავედი. და რომ მოვხდი ამ ტალახში და იმაში ცემენტების თრევებში და აგურებში და ბლოკებში და იმებს რომ დავიწყეთ და და აქედან წავედი, იცი შენ, სადაც $10,000-მდე ვალით. ხო? მაგრამ სახში რომ მივედი, დავიწყე ბილეთის ძებნა. მეთქი აქ თუ ფული ესე იშოვება, არ მინდა, მეთქი შანსია, აზრი არ აქვს, შანსი არ აქვს. შენ იყავი მაშინ 21 წლის. 20 წელი, ხო, 21 წლის. და მაშინ გეგონა რომ ინგლისში რო ჩახვალ, კარები იქნება ღია ყველა იმაში. ხესაც რო არ ახედავ ისე რომ ჩამოწყვიტავ. ფულს იქიდან ჩამოწყვიტავ. ესე იმას ვიზავდი და ჩავიდებდი ჯიპეში. როგორც ალბათ ყველას. ხო, და ესეთი მძიმე სამუშაო თუ გელო და არ იცოდი, მაგრამ ინგლისურს მაინც ვერ მივადეკით როგორ ისწავლე ინგლისური. ხო და მაგამდე მივდივარ. და ინგლისური ყველაზე მაგრად ვისწავლე, ყველაზე ისეთი მეთოდი ნახე რომ რაღაცა სიტყვები მესმოდა, არ ვიცი სხვა თუ ესე არის, მაგრამ მე ესე ვიყავი. ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა. რაღაცა სიტყვა იყო ყოველთვის, რაც ძალიან ხშირად მესმოდა. სხვა სიტყვებიც მესმოდა, მაგრამ ეს სიტყვა რაღაცა იყო ყოველთვის გამოკვეთილი. რაც ხშირად ხდებოდა ყურში. ხო, და ანუ მესმოდა ხშირად. ანუ ან ყურადღებას ჩემი ქვეცნობიერი ყურადღებას ამახვილებდა ამ რაღაცა სიტყვას. აქედან გამომდინარე მე მივხვდი რომ ეს რაღაც ეს უნდა ჩამეწერა ეს სიტყვები რაც მესმოდა ძალიან ხშირად და ვიყიდე ესეთი
რა ქვია, ჯადოსნურ იმას ვეძახდი. notebooks. იმიტომ რომ რასაც იქ ჩავწერდი, მამახსოვრდებოდა. აჰა. თარგმანს მიუწერდი ქართულად და ის მამახსოვრდებოდა. და ერთი მეთოდი ეგ იყო, რომ მე ეს და ყოველთვის არ მცვენოდა არიან ხალხი, ვისაც ცვენია მისი ვიღაცა მელაპარაკებოდა ინგლისელი, თან ხო იცი იქაური აქცენტი შენ კარგად იცი. და უცბად, გაჩერდი, ვეტყოდი, ეს სიტყვა ეხლა რაც თქვი, რას ნიშნავს? ხო. მეტყო და რას ნიშნავს? ერთ წამ ტელეფონში ჩავიწერდი. ოღონდ რას ნიშნავს ინგლისურად მითარგმნა რაღაცა იმეებით, მე მაიმუნის ეს ხელებით მიხსნდა, რაღაცას იღებდა დაუშვათ. Pick up თუ არის ესე აი რაღაცის აღება ეს განახედა რომ აი ამას ნიშნავს. ხო. ჩავწერდი და მე ამას Google-ში მე მაშინ რა საშუალებაც იყო. ვთარგმნიდი და უწერდი, სახელს მივაწერდი და ის და მე უკვე ესეთი სიტყვები, ესეთი ცნობ რაც მესმოდა. ნუ ნელა ცოტავდებოდა და მე კიდე თქვენ გამოგზავნილ მესიჯებს, დედას გამოგზავნილ შენი, თამთასი, კაკუცასი, ყველას გამოგზავნილ მესიჯებს ვთარგმნიდი ინგლისურად. როგორც რამდენადაც შემეძლო. და ესეთ რაღაცებს, ესეთი მეთოდები. შენ თვითონ მეცადინეობ. იმიტომ რომ მე რო შევხედე იქ რა დაუნდობელი მუშაობა. სამყარო. და რა ხო, თვითგადარჩენას ინსტინქტი, მაგრამ შემომიტია. დავიწყე, ანუ მივხვდი რომ პირველ რიგში რაც უნდა მესწავლა არის ინგლისური, რომ აი ამ სიტუაციას რაც შეიძლება მალე მოვშორდე, მაგრამ მაგ სიტუაციას შემდეგი 15 წელი დაახლოებით ასეთ იმას ხო ვერ მოვშორდე. კაი, მოდი იცი რაზე გადავიდეთ ნელ-ნელა. შენ იქ რო ჩახვედი, ხო? იყო ქონდა ძალიან რთული წლები. როცა შენ თვითონაც მითხარი, რომ იყო რაღაცა დღეები, როცა პარკშიც გეძინა. და აი ზუსტად მაგ პერიოდში, როცა არანაირი არც სახლი, კარი, არანაირი მაგ დროს ხო არის ხოლმე რომ განსაკუთრებით შენ ცოტა დრამატულობისკენ მიდიხარ ხოლმე ყოველთვის შენ ფიქრებში. დრამა queens ვეძახით ხოლმე სახლში ამას. ანუ მაგ დროს განსაკუთრებით გაქვს ხა ის ფიქრი რომ აი მართლა რაღაც იმედები გაქვს ხოლმე ყოველთვის გადაწურული რა. აი ზუსტად იმ ღამეებში, როცა პარკში გეძინა, სიცივეში რა იყო შენი ფიქრი და აი მაინც რა გამოძრავებდა რომ საერთოდ არ დანებებულიყავი და დავუშვათ აი არასწორ მხარეს არ წასულიყავი იქ რაღაც ან ალკოჰოლისკენ ან დრაგებისკენ მით უმეტეს იქ ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. წინაპირობას უცბად ვიტყვი როგორ მოხდა ეს ჩემი გარეთ. გასვლა ორჯერ მოხდა ერთხელ ზამთარში, ერთხელ გაზაფხულზე. ემზარი რაღაც მე რო ჩავედი 6 თვეში ჩემ მაგაც წამოვიდა იქიდან. რაღაც არ ჩაურმავდები მიზეზებს, წამოვიდა იქიდან. წამოვიდა იმ მიზეზი ერთ-ერთი ისიც იყო, რომ ეს ობიექტი, სადაც მუშაობდი სამშენებლო კომპანიაში, ის ობიექტიც დამთავრდა, სამი დიდი კორპუსი შენდებოდა და დავრჩით უმუშევრები. ის წამოვიდა და მეც ამ უმუშევრებ და მე იმდენად ვიყავი მიყრდნობილი ემზარიზე ის იყო ზურგი შენი. ყველაფერი ხო იქ. და ეგ არ არის ხოთა შორის კარგი, როცა ჩადიხარ და ასე მინდობილი ხარ, როგორც მშობელი, ანუ შენით არაფერს არ აკეთებ. ყველაფერი არის ის პიროვნება და ის გიკეთებს ყველაფერს. და ნუ ამ იმის წამოსვლის და რენტის ვერ გადაუხდებობის ქირის ხო? აღმოჩნდი გარეთ. მაგ დროს არ მუშაობ. მაგ დროს არ მუშაობ. ვარ გარეთ. და პირველი იყო პარკი, პირველი გაჩერება. ხო, იმიტომ რომ სხვა მე უკვე არ ყვევს სად რა, როგორ სად არის, მე თვით გადარჩენა რო გიტევს. მე უფრო ვარიანტებს ეძებ, რომ სად უფრო თბილა, სად უფრო ის არის, იმიტომ რომ იქ გაზაფხულზე გინდა ზაფხულშიც საღამოობით არ თბილა. არც თბილა. თავიდან დავიწყე პარკით. პარკში, როდესაც მეძინა და რატომაც გადავწყვიტე, რომ პარკში აღარ უნდა დამეძინა, მელიამ გამაღვიძა. დიდი პარკი ვნახე, დიდი პარკი იყო. იმაში და იმას ვიფარებდი, ჩემი ჩემოდანზე მეძინა, ჩემოდანზე ვიწექი ესე და დიდი პარკი მქონდა გადაფარებული ეს. ანუ პარკში მქონდა ცელოფანი გადაფარებული. ცელოფანი, ხო. ხო, თუ ცელოფანი პარკი, ხო? ხო, რა. მელის ესე მეგონა რომ მიკბინა.
მაგრამ რო უცბად გამომეღვიძა რაღაცა გაიქცა და დაუბრა ნუ იქ მელიები დადიან როგორც აქ ხო ძაღლები ჩვენთან გარეთ კი ბევრი პატრონო ისინი ძაღლები იქ დადიან ესე მელიები იცი შენ და ნუ ამის მერე მეთქი აქ რა ძალიან ცუდი ადგილია არა კომფორტულად მძინავს და შემდეგ გადავინაცვლე სუპერმარკეტის საჭირო ოთახში ტუალეტში ხო და სხვათა შორის 2 წლის მერე მაგ აზდაში რა მაგ სუპერმარკეტში მუშაობა დავიწყე მაქიდან და თან მანდ იმას პატარა იმას საჭმელს ვიპარავდი. ოღონდ ძალიან პატიოსნად ვიპარავდი, აი ყველაზე იაფი რაც იყო იმას. ესეთი დახოული რულეტის ნამცხვარი იყო და მაგას რაღაცა 80 კაპიკი ყიდა თუ 80 ცენტი ხო? ხო, ნუ კიდე ცოტა. და მაგას იმაშებოდი ხოლმე რომ ნუ ძალიანაც არის ხო და ნუ მე მაგას გავარკვიე რომ ყოველ 2 საათში წმინდავდნენ მაგ საჭირო ოთახს და მაღვიძებდნენ არ იყო კარგი ის და მე ერთი კარგი მეთოდი მოვნახე რომ იქვე იყო train station მატარებლის სადგური სადაც აი ესეთ ბილეთებს რასაც ყიდულობდი დღიურ იმას ფასებს ვინც გამოდიოდა ვინც ამთავრებდა თავის არა სმენას, არა თვითონ მგზავრები ვინც იყვნენ, იქვე ტოვებდნენ, იქ აგდებდნენ, ან იქვე ტოვებდნენ. და რო შემდეგ იმას უკვე აღარ ჭირდებოდა და შემდეგ პიროვნება ვინც აიღებს იმას, დილის 6 საათამდე ეს ძალაშია ეს ბილეთი ავტობუსებშიც და იმაში და მე ამ ბილეთს ვიღებდი, ავტობუსში ვანახებდი და გაჩერებიდან გაჩერებამდე მეძინა და მე იქიდან უკან. და ეგ იყო მესამე ყველაზე კაი ვარიანტი, ისეთი რომ არავინ აღარ მოგვიწევდა. განვითარდი გარეთ ძილში. გარეთ ძილში. ეს რამდენი ხანი გაგრძელდა? ეს გრძელდებოდა სადღაც 1 თვე. იმიტომ რომ მე ამ მასობაში დღისით ჩემი სუტკეისით, ჩემოდანით დავდიოდი და სამუშაოს ვეძებდი. ოღონდ სამუშაოს ვეძებდი, აი ესე უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩემი no working მეწერა იმაში, ანუ არალეგალი არ შეიძლება ეხა იქ ესე მუშაობა, მაგრამ არ მაინტერესებდა, შევდიოდი და ვეუბნებოდი პირდაპირ. მაღაზია აი ნებისმიერი რაც შემხდებოდა გზაზე, მაღაზია იყო, სალონი, რა ვიცი, ნებისმიერი ბარი, პაბი, სამშენებლო ობიექტი. აი ესე სათითაოდ შევდიოდი და ჭირდებათ, მუშა გჭირდებათ. თუ ვიღაცა მეტყოდა ხო რაღაცა ისა, ვეუბნებოდი no working მაქვს ისაო, ისე უნდა მიყვანო. ანუ არალეგალურად უნდა მამუშაო. ეს გაგრძელდა სადღაც 1-2 კვირა. მესამე კვირა სადღაც ესე. ერთ დღეს ვნახე 2 სამუშაო. ანუ ერთ დღეს 2 წარმატებული ის იყო. ერთი სამშენებლო იყო და ერთი რესტორანი. ანუ სამშენებლოზეც მითხრეს რომ მოდიო, ხვალეო და ერთი იყო ფრანგული რესტორანი. და მე იქიდან გამომდინარე რომ გარეთ ცხოვრობდი, ამ არჩევნის გაკეთება მიწევდა. და ამ რესტორანში საჭმელს გაჭმევდნენ. ერთხელ გაჭმევდნენ ეს საჭმელს. და მიმათ რა kitchen porter-ად, ანუ კუხნაში ჭურჭლების სამზარეულოში, ხო, კუხნაში. სამზარეულოში ჭურჭლის სამზარეულო. ავირჩიე რესტორანი, იმიტომ რომ გაჭმევდნენ და მაშინ. ხო და თან ღამე იქ და ანუ სამშენებლოზე ესეთი გამოუძინებელი და ის ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა დღის განმავლობაში და ავირჩიე რესტორანი. რესტორანშიც იქიდან გამომდინარე რომ ღამე ჯამთელი ძილი არ მქონდა, ჩემი მუშაობით ვერ გავაკვირვე ვერავინ იქ. არა ხვდოვანი ჭურჭლის რაც ყითხო. და თან კიდე რას შვებოდიცი? იქ საჭმელებს ვიღაცები რო ხორჩებოდა ის რაღაცეები და თან ძალიან გემრიელი ის იყო რესტორანი, სამზარ ფრანგული რესტორანი იყო რიჩმონდზე. ხო, ნუ რიჩმონდზე ძალიან ისეთი რესტორანი იყო. და იმებს ჭამდი ხოლმე რაღაცეები. რო შემოდიოდა გემრიელი რაღაცეები, ის უნდა გადაგეყარო და რას უნდა გადამეყარა, ეხა ზოგს ხელი არ ქონდა მოკიდებული და იმას უბერავდი ხოლმე და იმაში დავდიოდი ხშირად საჭირო ოთახში. და მე მიმან რა თვითონ მენეჯერმა რა ფრანგი იყო, უღირსი კაცოდი.
და იმან მითხრა, პრობლემა გაქვს რამეო და რატომ მეთქი და ძალიან ხშირად დადიხარო იმაშიო ტუალეტშიო და ძალიან ან წინაღამის უძინარი 5 წუთი შევდიოდი ხოლმე და ნაფს ვაკეთებდი. და მე ამას ვეუბნები. და უძილარი რატო იქ ავტობუსებში და ნუ რა თქმა უნდა არ ყოფილი. დამჯდარიასე ავტობუსში მიდიხარ მათთან რა ქვია როციო და მატორთ უკან ისენი აქვს მატორი აქვს და იქ თბილოდა ხო ძალიან გავადრამატული ხო და მე უთხარი რომ ამ მენეჯერს უთხარი რომ მეთქი აქ რო დავრჩე მეთქი ამ იმაში დილით რომ მოხვალთ მეთქი მე გაწმენდილს მოწმენდილს და იმას დაგახვედრებთ ყველაფერს მეთქი პროსტა აქ დავიძინებ არაო შანსი არ არისო მაგასო ნუ ვერავ რა და მე რაღაცა შემდეგ კვირას ეს ხდება რაღაცა ამ პირველი კვირას რა სანამ აი იმას მეტყოდა რომ რატო დადიხარ ესე ხშირად და მე ეგ რომ მითხრა ეს რატო დადიხარ ესე ხშირად მე უთხარი მეთქი მოდი კაი მეთქი სიმართლეს გეტყვი ანუ მე მანამდე უთხარი რომ მეგობართან ვრჩები მეთქი და მე უხერხულება და აქ დავრჩები მეთქი მე უთხარი რომ მეთქი აი სიმართლეს გეტყვი მეთქი არც მეგობართან ვრჩები და გარეთ მძინავს მეთქი და თუ შეგიძლია რომ ანუ იქ იყო სამუშაოს რო დაიწყებ ერთ თვეში არის ხელფასი ყველგან ეგრეა ზოგან ორ კვირაში არის ხო ანუ რესტორანში მეც მან მუშაობა იმიტომ დავიწყე რომ იმედი მქონდა ორ კვირაში იქნებოდა მაგრამ ამან თქვა მითხეს ერთ თვეშია ნუ ერთ თვეში და უბრალოდ მაგი უთხარი რომ მეთქი რა წინასწარ მომეთ რაღაცა მომეცი ნახევარი მაინც რომ ოთახია იმას ქნა მეთქი იმიტომ რომ გარეთ ვარ და მაგი ქნა რომ წინასწარ მომცა ის რაღაცა ერთი კვირის რომ მკითხო ყველაზე კარგად ანუ ვინმე რომ მკითხოს არ ვიცი ეს კითხვა საერთოდ თუ ისმევა ყოველ აი დავუშვათ ესეთი კითხვა რო იყოს როდის გეძინა ყველაზე კარგად მე უეჭველი მაგ პასუხი როდის გეძინა ყველაზე კარგად და პირველ დღეს როცა აი ჰანსლოუს ჰაი სტრიტზე რომ მივედი და იქ ბინას ვეძებდი და ვიღაც არაბი მოვიდა დამარტყა უკინა ბინას ეძებო კი მეთქი და წამოდიო და წამიყვანა და მითხრა ერთი თვის რენტი წინასწარ მეთქი ერთ წამით ერთი კვირის რენტი მაგ და გეხვეწები შენ და ნუ მოკლედ ქნა და იმებს აუწიე გათბობას და არც მარტო მატრასი იყო და იმაზე არაფრით პირველ დღეს არაფერი არ მქონდა მაგრამ მაგ დღეს მეძინა ყველაზე კარგი დღე იყო ყველაზე ბედნიერი დღე იმიტომ რომ ერთი თვე ფაქტიურად ხო ესე იგი როგორ ის არის ხო ანუ ეხლა ეს ისე გავადრამატულეთ და ისეთი ის მაგრამ კარგი იყო რეალური წამსვლელებისთვის რო აღარ მოუნდა წასვლა საქართველოსთან არა მოუნდება წასვლა საქართველოსთან იმიტომ რომ ჩვენ ეხლა გადავალთ ზუსტად იმ ხარეს სადაც უკვე განაცდა შენკენ და ნუ რა თქმა უნდა ხა ჩვენ ცოტა cut the story short რა მოკლედ ცოტა რომ გადავხდეთ იმის მერე მე ვიცი რომ შენ მაშიც მუშაობდი უძრავი ქონების სააგენტოში უძრავი ქონების სააგენტომ და კიდე ალბათ ძალიან ბევრი საფეხური განვლე მე მახსოვს ერთი sales აგენტად მუშაობდი და ეს რაღაცებს ყიდი სახლში შესვლით ხო მიკაკუნებით ხო უკაკუნებდი და შენ რო ხან აფამ ხდებოდა და ხან პირსახოთით მომზდევდა ვიღაც იმიდა აბაზანი და გამოსული. ხო, ну, იმიტომ რომ იქ ძალიან რთულად აღიქვავენ. ხო, მაგრამ ბევრი რაღაც მომცა. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი რაღაცა სკამი არ იყო, მაგრამ umbrella კომპანია იყო რა. ანუ სკამი არ იყო იქიდან გამომდინარე რომ ADT alarm სიგნალიზაციის სისტემას ვყიდიდით. რომელიც სკამს გულისხმობ ოფისში არის ჯეკით ხო და არა სკამი ანუ სკემ ოკეი მეთქი სკამი ოფისის სკამი არა ანუ სკემ არის თაღლითურის თურის მაგრამ ახლოს იყო ძალიან მაგ თვითონ აი ბროკერები რო არიან ხო იცი რაღაც ეგეთი თემა იყო რა მიდიხარ იმაშები აკაკუნებ პატენი მაგრამ ხელფასი თვითონ კომპანია იყოს ცოტა თაღლითური იმიტომ რომ ხელფასს არ გაძლევდნენ რასაც საკომისიო იყო რა გაყიდიდი და დილიდან ქოქავდნენ გამოტივირებდნენ რაღაცა brain washing-ს გიკეთებდნენ twins გირეცხავ მაგრამ ეს იყო ძალიან კაი გამოცდილება სეილებში ჩემთვის იყო ძალიან კაი გამოცდილება იმიტომ რომ გაყიდვებში საერთოდ არაფერი არ მქონია არანაირი არ მქონია და იქ ლაპარაკი კლიენტთან დამოკიდებულება ლაპარაკი
ტანის ენა, ხო, როგორ body body language, language, ხო. ხო, სხეულის ენა. სხეულის ენა. და ამ ყველაფერს გატრეინინგებდნენ რა მჰმ. და შეშიდებდნენ რაღაცა. ინვესტიციებს. მაგრამ ძალიან რთული ის იყო რაღაცა. მჰმ. ფილდი იყო რთული პერიოდი. მორალურად, ხო. ისეთი. კაი, გადავედით ახლა იმ მომენტზე, სადაც განაცდა შენთან და გადაწყვიტა, რომ აი ხა დრო არის, რომ შენი ბიზნესი დაიწყო. ეს მან მოხდა. გაქვს აი ეს ურთულესი გზის გამოცდილება, რაც გაიარე. იქ პატარ-პატარა სამუშაოები, თუნდაც ის ორკვირიანი სამუშაოც არ არსებობს რაღაცა, რომ რაღაც ნაბიჯი, ანუ რაღაცა გამოცდილება არ მოგცეს, თუნდაც იმ ბლიც სამსახურმა რა. რაღაცას მაინც სწავლო ყოველთვის. და ძალიან კაია, რომ შენ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდი, ყოველთვის რაღაცას ცდილობდი და ყოველთვის რაღაცა სიახლისკენ მიიღწოდი რა. გაქვს ეს გამოცდილება. არ ვიცი ფინანსები რამდენად დაგროვული, მაგრამ მე მგონი ფინანსები არ გაქვს. იმიტომ რომ ყოველი შენი ბიზნესი იწყებოდა 0 ფულით და დიდი ამბიციით. მინუსით. ხო, მინუსით. პირველი შენი ბიზნესი იყო ევაკუატორად გადაკეთება, ხო? მოდიფიკაცია. მანქანების ევაკუატორად გადაკეთება. ხო. ეს კიდევ ერთხელ იყო ეს თვითგადარჩენა. ანუ ხო არსებობენ ორნაირი იქნება თუ სამნაირი ადამიანები, რომლებიც არიან კარგი, დაბადებული კარგი სტაფი, კარგი თანამშრომელი და არიან ხალხი, რომლებიც არიან დაბადებული ცუდი თანამშრომლები. მეთქი ხა იტყვის რაღაცა კარგი მენეჯერები და მე ვარ დაბადებული ცუდი თანამშრომლად. და მაგი გავაანალიზე, დამჭირდა 15-16 ალბათ 17 წელი არ ვიცი, ბევრი წლები. რატო არ ემორჩილები? არა. თუ რატო თანამშრომელი? ბეზრდება ერთ-ერთი. უბრალოდ ღამე, ანუ ყველაზე მეტად ეს მახსენდება, რომ ღამდებოდა იმ ხელა დეპრესია, იმ ხელა სტრესი მეწყებოდა, რომ ხვალ უნდა გავიღვიძო, დილით ავდგე, გინდა თუ არ გინდა. წახვიდე ერთ ადგილას, გინდა თუ არ გინდა. თითი უნდა ჩამიადო ესე პეჩინ, ჩაარტყა, გინდა თუ არ გინდა. და 5 წუთს თუ დააგვიანებ, დაგაყენებენ კუთხეში. და იქ თუ არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვია, რაც ანუ ანაზღაურებად, რაც ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ ეს ჩემში იყო პრობლემა. ეგ ფიქრი ყველა დაქირავებულ თანამშრომელს აქვს. მე სხვა რამეები, სხვანაირი თანამშრომლები წავს ნანახი, რომ ამას ძალიან ბედნიერად აკეთებენ და კმაყოფილები არიან იმითი, რაც აქვთ და არსებობს კიდე ისეთი სპეციალობები, რაც რა თქმა უნდა. ხო? ან თავის გზაზე დგანან. მე არ ვიდექი ჩემ გზაზე. წლების განმავლობაში იქიდან იმ გარეთიდან არც ერთ მომენტში არ ვიდექი ჩემ გზაზე. და ამ თვით გადარჩენის ინსტინქტი, ანუ უკვე ორი გზა, ანუ ესე ვეღარ ვაგრძელებდი. ძალიან ცუდი თანამშრომელი ვიყავი. და თან ეს მაშინ გამოდის რომ იმათაც ნერვებს უშლიდი, ხო, რა თქმა უნდა, ან მენეჯერი სულ კონფლიქტში ვიყავი. ჩემი თვით შეფასებაც აბსოლუტურად ნულდებოდა, იმიტომ რომ ჩემ თავს ვაჯერებდი, რომ შენ ხარ, ანუ არ ვარგიხარ რა. ვარგისი. არა და რეალურად იქ არ იყავის, რაც შენი იყო. უბრალოდ ხო ის იქ არ ვიყავი, რაც ჩემი არის და აქედან გადავწყვიტე რაღაცა უნდა დამეწყო. და მეგობარი კიდევ ერთხელ ნაცნობი, რომელიც მუშაობდა სხვა კომპანიაში, კითხე რას აკეთებ მეთქი და მითხრა რაღაცა ვერც გავიგე რას აკეთებ. და მე რო ვქნა ეგ რასაც ისინი აკეთებენ მეთქი და ან ჩვენ რო ვქნათ მეთქი და კიო კაცო რა ხო. იმას გონია რომ შენ ფული გაქვს დასაწყებად. არა, იცოდნენ რომ არაფერი უბრალოდ ეხა იქ ცოტა რაღაცა ინგლისური რო ვიცი და ესეთი რაღაცები რომ მეხერხება მაგის ხარჯზე ალბათ. ანუ მოკლედ რომ შევამოკლოთ გრძელი ისტორია. ვნახეთ გარაჟი. სადაც დავიწყეთ ამ ევაკუატორების მოდიფიკაცია. ხო, მაგრამ ფული რო არა გაქვს როგორ დაიწყე? გარაჟი საიდანაც ავიღეთ, ჩემი კიდე ერთი მეგობარი, იმან გადაიხადა, რომელიც იყო თემაში გიორგი იციშე. მაგან აიღო ეს გარაჟი. იარაღების დაგროვილი ქონდა ალბათ წლების განმავლობაში. იარაღებიც მოგროვდა წლების განმავლობაში და დავიწყეთ ეს ბიზნესი და მე რო ეს საქმე დავიწყე, აეროპორტში კიდე ერთი წელი ვიმუშავე. ანუ პარალელურად.
და პარალელურად ანუ იქ მუშაობდი 6-დან 6-მდე, დილის 6-დან საღამოს 6-მდე, მე აქ მოვდიოდი, მაგრამ ესეთი შიფტიც იყო იქ, ესეთი განრიგიც იყო, რომ სმენა. შეგეძლო მოგემუშაო 4 დღე და გემუშაო 4 დღე დაგესვენ. და ის 4 და მე მაქს სმენა ავიღე 4 დღე მუშაობდი 4 დღე ვისვენებდი და იმ დასვენების დღეებშიც აქ ვიყავი. მაგრამ ჩემი ძირითადად კლიენტთან კომუნიკაცია იყო ჩემი მარკეტინგი. ანუ თქვენ ამ ევაკუატორებს აკეთებდით და ევაკუატორებს ყიდდით? ევაკუატორებს კი არ მაგასაც ვაკეთებდით. მაგრამ ეს ცოტა მერე დავიწყეთ. კლიენტებს მოყავდათ პატარა სატვირთოები, რომელსაც ან მარშრუტკას რო ეძახით აქ, ოღონდ ესეთი სამგზავრო მარშრუტკა, რომელსაც შასი აქვს ესეთი ხიდი. რომლებსაც ედგა ზოგს ესეთი სატვირთო იყო, ზოგს ბოქსი ედგა, ესეთი 5 გადამზიდი იყო, ზოგს მაცივარი ედგა. ამებს ვაცილებდით და ვაკეთებდით მანქანის ტრანსფორმერებად რა ეს. ევაკუატორები. ეს მე ხო ახსენე რომ ცუდი თანამშრომელი ვიყავი სამუშაოზე. და როდესაც ეს გავხსენით პირველ დღეს და მეორე დღეს სამუშაოზე წავედი. აბსოლუტურად ყველაზე მაგარი თანამშრომელი ვიყავი იმ დღეს. ამან იმ ხალხი ჰაერში ვიყავი აწეული ალბათ 20 სანტიმეტრით. იმაზე ერდავდი და ყველას ვეხუმრებოდი რაღაცა ვიკ მენეჯერს იმას რამდენი ეს რა პრობლემაა. თურმე რა კაი ტიპი ყოფილ ხარ და მანამდე დადიოდი ქაქი. ხო. ნუ რაღაც გზა გამოჩნდა. და არ ვიყავი და ანუ დაღლილობის არანაირი აბსოლუტური მიუხედავად იმისა, რომ არა ადამიანურ საათებს მუშაობდი, იქ ვათენებდით ღამეებს, ანუ სამუშაო დღეებშიც. იმ ჩვენ გარაჟში. თქვენ გაკეთებულში. ანუ ის რაც შენი იყო, იმან ისე შეგავსო, რომ აი დაქირავებულ თანამშრომლად გრძნობა ან ძილის დრო არც ფიქრობდი საერთოდ მაგ მომენტზე იმ პერიოდში. და იმ საქმემ 2 წელი ძალიან კარგად განმანათლა კიდევაც ბიზნესში, საქმეში და ფინანსურადაც არ იყო. ანუ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე. ჩემ ჩასვლიდან იმ მომენტამდე. და იმ მომენტიდან ფინანსურად ესეთი კარგი ნახტომი იყო. თან პარალელურადაც ხომ მუშაობდი იქ. და მაქედან დაიწყო მე უკვე კოვიდის პერიოდში უკვე ჩავერთე მშენებლობაში და ყოველთვის მქონდა ეს მშენებლობაში, იმიტომ რომ ამ საქმეში რაც ევაკუატორებს გულისხმობ, დავინახე ლიმიტი. ანუ ეს ლიმიტი რომ მე გამეზარდა, რა ქვია, იქ რა გვასწავლეს? ნულოვანი ის რო break even-ი? break even-ი არა, ceiling-ი, ანუ ამისი მაქსიმუმი პოტენცია რო გამეზარდა ამ საქმეში. და რო გადავხედე იქ რა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა გაკეთებულიყო. ნუ უკვე ძალიან ხო, ჩიხში შედიოდი რა, ხო. ჩიხში არ იყო ის, მაგრამ უბრალოდ არ წარმოუდგენელი ძალისხმევა და ის იქნებოდა საჭირო და ვფიქრობდი რომ რახან უკვე საქმეში ვარ განვითარებული. სხვა რამე უფრო მომგებიანში, ანუ შენებლობა ყოველთვის მინდოდა. გადავედით მშენებლობაზე მოკლედ. დავიწყეთ პანდემიაზე და შენ დაიწყო პანდემიაზე ეს პატარა სახლების შენება და უკვე ხარ სრულ იმაში construction-ში. იცი რა, მე უფრო მინდა ვისაუბროთ სირთულეებზე. აი რა, დავაკავშიროთ ეს ბავშვობასთან რა. აი როგორ ფიქრობ, რა იყო ის ბავშვობის ესეთი ჩვევები იქნება თუ ღირებულებები იქნება, რამაც შენ აქეთ მხარეს მერე გაგაქაჩინას თუნდაც აი აქამდე მოსვლაში რა. რო დაუბრუნდეთ იმ პერიოდს, ბავშვობის პერიოდს, გაუმართლა იმ ადამიანს, ვინც ბევრს არ გაუმართლა, სხვათა შორის ის მიდგომებზეც წამილაპარაკეთ, ხო? ეგ უფრო სპორტში, სპორტის ნებისმიერ სფეროში ხა ზოგი სპორტში იყო, ზოგი ფიზიკა-მათემატიკურ გაძლიერებულ სკოლაში, ზოგი ცეკვაზე, როგორც შენ ახლა. მაგრამ შეიძლება ბავშვი წავიდეს ორი უკიდურესობიდან, ხო? ერთი წავიდეს ისევ იგივე გზაზე და ჩვენ სიზარმაცის გადასარევი მაგალითი გვაქვს. ოჯახში გქონდა ჩვენ მაგალითი, რომ ყოფილიყავით ან ზარმაცები. ხა საუკუნეების მანძილზე არაფერს რო არ აკეთებდა, მე უცბად იშლება ეს ყველაფერი და თავადური გულის მამა ჯავარ ჩვენ თავადები ვარ ბეჩეს აი ხაუნდა დალი
ხო, იცი რა, მთლად ეგრეც არა, რა ვიცი, ძალიან ბევრი თამადია, რომელიც მე მაგას ვაბრალებ. ძალიან წარმატებულად მუშაობენ. ხო, მაგრამ სადღაც ალბათ ექნებათ. ანუ მე რა თქვა მინდოდა, იცი, ჩვენ შეგვიძლია წავსულიყავით იმ მიმართულებით, სადაც მართლა არაფერს არ გავაკეთებდით და ვიქნებოდით ღვთის იმედად და ყოველთვის ვიღაცის იმედად და იყო მეორე მხარე, სადაც რაც ავირჩიეთ და მართლა თუმცა ეს მეორე მხარეშიც რაღაცნაირად ეს გვაქვს თვითგვემა გვაქვს რა რომ რაღაცა დავამტკიცოთ, რაღაცა მოვასწროთ, რაღაცა აი თითქოს აი ეს ციკლი არ ჩერდება რა. ეს უკავშირდება იმ ბავშვობის ტრავმებს. ბავშვობის ტრავმები ჩემ შემთხვევაში ხა ესე იყო რომ ანვითარებს დაბალი თვითშეფასებას, ხო? თვითშეფასებას და მე ზოგი OCD-ს არქმევს, ზოგი რაღაცა იმებს სახელებს არქმევენ. ხო, პერფექციონიზმი და ისინი ხა დღეს ისე დისლექსიას რო იძახიან. დღეს სხვათა შორის ძალიან ადვილი არის გამოძრე რაღაცეები და უცბად ანუ ეს რაღაცა დისლექსია მაგ OCD მაგ. ხო. არა და ეს არის რეალურად excuse ხო? ხო, ეს ტრავმები ბავშვობის, ხო. ამ ბავშვობის ტრავმებმა მე ხო ეს გაქცევს რაღაცა ბაბლში და რაღაც იმაში კეტავს, ბოჭავს. და მე იწყებ, როდესაც ცნობიერებაში ვარდები და რაც უფრო იზდები და რაც უფრო ცნობიერება გიღრმავდება და გიფართავდება, იწყებ ამასთან ბრძოლას. რაღაცა მომენტში ხვდები ხა დასავლეთში სამეგრელოს არ გულისხმობ. ხო. ამერიკისკენ და ხო Western World. არის მიღებული რომ მასეთ ფობიები იქნება თუ კომპლექსები თუ ტრავმებს თერაპიებით. ხო, თერაპიებზე დადიან. არა მარტო თერაპიებზე, ისედაც ეგენი სწავლობენ ემოციების საუბარს ბავშვობიდან. ანუ ჩვენ არავინ არ გეკითხება how do you feel, ანუ როგორ გრძნობ თავს ბავშვობაში არავინ არ გეკითხება მაგას. მე მგონი რომ ეგ რაღაცა კულტურის ნაწილია, რომელიც აქვს მათ. და ჩვენში უფრო მეტად აკუმულირებული არის აი ეს ყველაფერი და ეს შეგრძნებების დონეზე დიდობაში, ვიდრე დავშოთ დრო შევადაროთ, თუმცა თუნდაც იმას დასავლეთ მხარეს, ხო? იმიტომ რომ ისინი რაღაცა მთელი ბავშვობის განმავლობაში, მთელი აი ამ ივენთების განმავლობაში, რაც მათ ცხოვრებაში ხდება, დავშოთ ცოტა ისეთი, ამ ემოციებს არ აკავებენ, საუბრობენ რა. ხო, იმიტომ რომ უფრო ტოლერანტულები არიან მეორე მხარე, მომსმენი მხარე. ხო, და თან ჩვენ ხო ისეთი აქეთკენ ხო ცოტა უფრო ამბიციური, უაზროდ ამბიციური რაღაცები გვახასიათებს ზოგჯერ და არ ეგუები რაღაც, არ ცნობ ესეთ რაღაცებს. აი ხა მე გატრამული არა ის და ანუ რაღაც პრობლემა, ან თვითონ მედიცინურ მხარესაც ხო ეგრე უდგებოდით. არ მიდიხარ არ ემოწმები და ხო, არ გვაქვს ეს კულტურაში ჩეკაპები და რაღაც. იქ არის ხა ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, ხო? ესეთი ისე. და მაინც კითხვას რო დაუბრუნდეთ, აი როგორ ფიქრობ ეს ბავშვობის ამბავი როგორ არის შენს? მე რო ვერ მოვერიე მისი ძახის ილონ მასკის ძახის თუ ვერ ერევი შეუერთდიო. ხო. და მე რო ვერ მოვერიე და მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ამ იმას, იმიტომ რომ შენია. რას ვერ მოვერიე? ტრავმებს? ჩემ ტრავმებს ამ კომპლექსებს და ამ რაც მაწუხებდა. რაღაცნაირად დავმეგობრდი. შევეგუე და მივიღე ის როგორც არის და ჩემი აზრით, ოღონდ ეს ჩემი აზრით. შეიძლება ვიღაცა მიძახის, ან ვიღაცამ თქვას, რომ ესე არ არის და ვიღაცა უფრო კვალიფიციურმა, მაგრამ ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ, რომ მე იარაღად გამოვიყენე. რომ ყოველ დილით რაც მაღვიძებდა და რაც მაღვიძებს დღემდე არის ეს. რა არის ყველაზე შენი აი როგორ ფიქრობ ყველაზე შეუძლებელი კომპლექსი რა არის? რა მომენტი გაქვს? თვითშეფასება. ანუ ამ შედეგი არის თვითშეფასების დაქვეითება, ხო? ამ ყველა ერთობლივი ძალა არის ბნელი ძალა, ეს ტრავმები და ამ ტრავმებით დაგენერირებული ეს კომპლექსები ისახებს საბოლოო შედეგი არის თვითშეფასების ყველა ასპექტში, მომენტში და რაღაცა დონეზე თვითშეფასების დაბალი თვითშეფასება. არა და ადამიანი რომელიც ურთიერთობს შენთან ამას იტყვის? ხო, მაგი არის რომ მაგრამ მე ეს ჩემში შიგნით ის ჩემში არის და ყოველთვის აი ინგლისელებს კაი გამოთქვათ keeping you on a toes. ანუ აი ფეხის წვერებზე მამყოფებს. და მე მივხვდი რომ ეს შეიძლება კარგიც იყოს.
ანუ ეს შეიძლება არც თუ ისე დამანგრეველი არის, როგორც მე ვფიქრობდი და როგორც გააჩნია ამას როგორ გამოიყენებ. გააჩნია, ხო და აი მე მაგრამ გამიმართლა, ხო. რომ გამოვიყენე. მე გამიმართლა, რომ ამ ყველაფერს და მაგრამ ხო არსებობენ ადამიანები ეს იმ ჩვენ გარემოს და ვინც ქმნიდა მაგ გარემოს იმას არ ამართლებს და იმას რა თქმა უნდა. მადლობას არ გადაუხდი იმისთვის, რომ მე ახლა ეს იარაღად გამოვიყენე და რა თქმა დავუშვათ უნდა. რაღაცეებში მეხმარე. კი, იმიტომ რომ ამან თავისი დაღი რა დაგასვა. თქმა უნდა, ხო. მაგრამ ხო არ გონია რომ ეს ურთიერთობებში გიშლის ხელს. პირად ურთიერთობებში. ბიზნესში ბაზარი არ არის წარმატებული ხარ, გამოიყენე, მაგრამ პირად ურთიერთობებში გიშლის ხელს. თუნდაც აი ეს თვით შეფასების არ ქონა, რაღაცნაირად შეიძლება რაღაც ალიმიტებს დონეზე. შენს გვერდით დაუშვათ ძლიერი ქალის ყოფნის. ვერ იტანამ შეკითხვას, მაგრამ უნდა დაგისვა მაინც. არა, შეიძლება, ხო. ძლიერი ქალი ანუ ხო არ არის ისე რომ შენ პიროვნულად შენს გვერდით ქვეცნობიერად გააზრებულად არა. ყოველთვის ირჩევ ისეთს, რომელსაც იცი რომ შენ პიროვნულად რაღაცნაირად არ ვიტყოდი მას. შეიძლება ეგრეთ ჩანდეს და შენ ხშირად ამბობ რაღაცას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ შევხვედრივარ. ან შეიძლება შევხვედრივარ და არ წავიდა ისე როგორც უნდა წასულიყო. მაგრამ ჩემი აზრით წერანაც ვახსენე, რომ ანუ აბსოლუტურად უნიჭო ვარ მაგ სფეროში. პირად ურთიერთობაში ნიჭიერი არ არსებობს. მე რაღაცა ესე უდგებ, რაღაცა ესე ვფიქრობ რა, რომ და რახან მე ესე ჩავთვალე, რომ რახან იქ არ გამომდის, ჩემი ფოკუსირება გავაკეთე საქმეზე და კარიერაზე, ხო, რომ აი ეს მომართო, ეს რახან ორი ერთად არ გამომდის და მე მგონია რომ ძალიან ბევრი ფაქტორის მომენტი არის რა. არ გამოგდის არა, უბრალოდ ეხლა ჩვენ, ანუ მე და შენ განსაკუთრებით ეს მე მგონი უფრო იმად გვაქვს რა, მძაფრად გვაქვს ეს ოჯახის სურვილის ფაქტორი, მაგრამ თუმცა აი ამ ოჯახის თითქოს არ გჯერა. ზოგადად აი ამ ოჯახის არსებობა. ოჯახი ჩემი ოცნებაც იყო და ოცნებად არის რომ რაღაცა ისეთი ოჯახი იდეალური და თან ფიქრობ რომ მარტივი ტიპი ვარ რაღაცა მომენტში, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ ჩემი აზრით არის შენ მარტივი არ ახარ ხარ. არა, მარტივი არ ხარ. არც მე არ ვარ მარტივი. არა, არც მე არ ვარ მარტივი, მაგრამ დივანზე რო წამოვწვევი ტელევიზორს რო უყურებ მარტივი ვარ ძა. ეგრე ყველა მარტივი. ხო და მაგრამ იცი რა მაინტერესებს აიყურე თვითონ ოჯახის იდეის აი ძალიან ღრმად გჯერა? რა თქმა უნდა. ჩემი ჯერა კი არა, თუ შემეკითხები ოცნება რა არის, ეგ არის ოცნება. საერთოდ ჩემი ოცნებები ყოველთვის ის არის მიზანი არის, ანუ არარეალურზე არ ვოცნებობ, რაზეც ხელი არ მიმიწვდება. ეგ არის ერთი ისეთი ოცნება, რომელიც ალბათ ხელი არ მიმიწვდა ჯერ. და კიდევ რაში ანუ კი ბატონო, გასაგებია რომ შენ შეიძლება ძირითადად იარაღად გამოიყენე თვით შეფასების ამბავი. მაგრამ აი სადღაცას შენ თავთან როცა რჩები, ხო გაგიანალიზებია აი ამის გამო დავუშვათ შენ ეს გადაწყვეტილება როგორც გინდა ისე ვერ წაგიყვანია. არის მომენტები როცა ხელს გიშლის. კი, არის მომენტები რომ დავფიქრებულ ვარ და მithkoms რომ რა იდიოტი ხარ. რა გააკეთე ახლა? რაღაცა დავუშვათ კლიენტთან კომუნიკაციის მომენტში ყოფილა ეგეთი რაღაც. ან ყოფილა ისეთი მომენტი რომ გამიტარებია ისეთი რაღაცა, რაც არ უნდა გამეტარებინა. და მე დავფიქრებულ. და მე სხვათა შორის მაგი ძალიან საშიში თუ არ დაუკვირდი და არ გააკონტროლე, შეიძლება გაგაბოროტოს მაგან. აი მაგ სიტუაციამ რომ რაღაცა ვერ გააკონტროლე და ძალიან დამცირებულად იგრძენი რაღაც მომენტში თავიანთ დაჩაგრულად. მაგან შეიძლება გაგაბოროტოს და მე შეიძლება overreaction ზედმეტი რეაქცია რაღაცა სხვა მომენტში არაადეკვატურ გამოხატო ზედმეტი რეაქცია სხვა სიტუაციაში. და ჩემი აზრით მაგიტომ ვფიქრობ რომ კარგია რომ იარაღად გამოიყენო. კარგია რომ იარაღად რომ ის ეგეც მივხვდი და იმ სხვა სიტუაციაში ეს ჩემი რეაქცია არ გადამიჭარბები. როგორ მუშაობ შენ თავზე ეხლა მოცემულ მომენტში განვითარებაზე?
ვცდილობ ყოველ აი შეძლების დაგვარად ჩემი აზრით ჩემი დეპრესიული და სტრესული იყო დეპრესია არა ხა არ მქონია ესეთი რაღაცა ეს მაგრამ სტრესული მდგომარეობა არის როდესაც მე ვფიქრობ რთვლი რომ არ ვითარდებ პიროვნულად იქნება თუ ხო ეს ამის შიში და ის მეც მაგ ხოლმე სვაჩერს ხო ნუ მაგას ვიძახი რომ ეს ყველაფერი დაკონექტებულია როგორ მაშვები მაგას როგორ ებძახ მე მაგალითად შენთან რო ჩამოვედი მაშინ მახსოვს რომ რაღაც მეზე მეუბნებოდი რომ ეხა დავთქვიო ჩემ თავს დავთქვიო რომ რაღაცა აღარ მახსოვს ციგნებზე მესაუბრებოდი რაღაც ხო ნუ არის ესეთი მომენტები რომ თუ ვერაფერს ვერ ვნახულობ გასავითარებელს ისეთ იმას ვცდილობ რომ ან გონება ვამუშაო და მუშაობაში მოქმედებაში იყოს აი დაუშვათ ამ კვირაში უნდა წავიკითხო ეს აუცილებლად რაც არ უნდა მოხდეს ანუ ღამის გათენებაც რო დამჭირდეს გაქვს შენ ესე გათვლილი რომ აი წლის განმავლობაში უნდა წავიკითხო ამდენი წლის განმავლობაში არა უფრო კვირეებს აი ერთ აქედან იმ კვირამდე ეს უნდა მოურჩე და მე ეხა რაღაცა ის დიაგონალზე რო კითხულობენ მაგ ასეთი მკითხველი არ ვარ და რომ არა რას გულიხმ სწრაფად ეგრე სწრაფად რომ 1-2 საათში და 3 საათში რო რჩებიან წიგნებს თან მით უმეტეს ახლა დაღლილზე საღამოობით ერთ კვირას ვაძლევ და ყოველ კვირას რო ეხლა ესე წიგნები იკითხო 55 წიგნი გამოდის 52 გამოდის წელი იქიდან მახსოვს real estate 52 კვირი იქიდან მახსოვდა არა ზოგადად ეგ ნათქვამია ხო იცი ხა რაც არ უნდა არანაკითხი იყო და წიგნებთან არ მეგობრობდნენ დღეში ერთი ფურცელი რო წაიკითხო წლის ბოლოს 365 ფურცელი გაქვს ხო წაიკითხული და ანუ რაღაცა არის ყოველ შემთხვევაში და მით უმეტეს ესე კვირას რო ადრავ ეს ძალიან კარგი არის ხო მაგრამ ნუ ეს სულ მაგრამ არის პერიოდები რო ხდება ესე არის პერიოდები თუ რაღაცა ახლა ძალიან კაი შანსი ჩაგვივარდა ჩვენ ამ ხო გავიარეთ ეს ფინანსური ძალიან დამაინტერესა მაგანაც ხო ფინანსური ის რო გავიარეთ კურსები და მასეთი რაღაცეები ძალიან კაი არის მასეთი მოკლე რაღაცა ეს და თან ძალიან გათვითცნობიერებს იმაში თვითონ სფეროში შვენიერი ერთ საკითხს მინდა შევეხო და მე ნელ-ნელა წავიყვანოთ დასრულებისკენ შენ რო ჩახვედი, ნუ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ჩვენი ოჯახის, ჩვენი ზოგადად ჩვენი ტიპაჟურად ძალიან განსხვავებულ, ჩვენგან ძალიან განსხვავებულ გარემოში მოხდა ინგლისში. და შესაბამისად მე მგონია რომ აი შენი ფორმირება, შენი ხასიათის ფორმირება, შენი შეხედულებების ფორმირება რაღაც დონით და რაღაცა დოზით განაპირობა მაგ გარემომ რა. თუმცა იმის მერე და ეხლა როცა საუბრობთ მე და შენ და მაშინ როცა საუბრობდე მაშინ საერთოდ არ საუბრობთ მე და შენ არის ძალიან დიდი ხო ძალიან დიდი სხვაობა და ძალიან დიდი ასე ვთქვათ უბსკრული არის ფაქტიურად რა იმ დუდას და ეხლანდელ დუდას შორის რა ანუ იყო პერიოდები როცა შენ მე არ მელაპარაკებოდი მაგალითად 2 წელი იმიტომ რომ დავუშვათ სხვა პარტნიორი მყავდა მისგან მე კიდევ სხვა მოკლედ ანუ ჩემი პარტნიორების სულებას ძალიან ესე დრამატულად განიცდიდი ხო ანუ ამის მეც არ ვამაყობ უბრალოდ რაღაცნაირად ესე ცხოვრება უბრალოდ აი როგორ ფიქრობ რა შეიცვალა შენში ან რა განაპირობებდა იმას რომ მაშინ გახსოვს მეც ვამბობდი ხოლმე რომ რაღაცა ძალიან ეგოისტური მხარე არის ეგ რა რომ იმიტომ რომ შენ არის თავი რაღაცნაირად ძმაბიჭებში ემათ ამაზე შენ იყავი რომ ჩემ ბედნიერებას კითხვა დაგესვა აი რა შეიცვალა მოკლედ რო თქვა ორი სიტყვით აბსოლუტური იდიოტი ვიყავ აბსოლუტური მაგით არ მithქვია არა აღიარებისთვის უბრალოდ განვიხილოთ მარტო მაგაში არა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ ოჯახში არის ხა ეს მომენტი მარტო მაგაში არა სხვა რამეებშიც ბევრ რამეშიც სხვა ურთიერთობებშიც და სხვა რაღაცა ისეთი შენ თავს მიუხედავად იმისა რომ შენ ახსენე წერან რომ რაღაცა შენ არ გამოჩნდეს მაინც შენ ჩემ თავს ყველაზე ბოლოს ვაყენებდი და ზუსტად ეგ არის შენ თავის წინ დაყენება პირველ ადგილზე დაყენება რომ გაანალიზო ეგეთი რაღაცეები ანუ საკუთარ თავის წინ დაყენება არ ნიშნავს ეგოიზმს ეს ნიშნავს პირიქით გაანალიზებას და მუშაობას საკუთარ თავზე რა არის სწორი მართალი და რა არის ორგანული და რა არის სხვა დანარჩენი აი ხა მიჭირს მაგის იმ პერიოდის გახსნება იმიტომ რომ ძალიან ეგ პერიოდი მეზიზღება იმიტომ რომ
ისეთი რაღაცეები მაქვს ნაკეთები და ისეთი პერიოდი გვაქვს ჩვენ გავლილი, როგორც აი ჩვენ დაძმას, რომ ჩემ იმაში ყოველთვის იმის ძალიან დიდი კომპლექსი გამიჩინა მაგანაც, რომ ეს არ წაიშლება, ეს არის, მოხდა უკვე, არსებობს და თან შენი ხასიათიც ვიცი მაქვს ასეთ რაღაცეებთან მიმართებაში, როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს და აბსოლუტურად ყველაფერში მართალი ხარ. არა, ეხა ეს ხოიცი ხა მაგის გამო არ მითქვა. ეს მართლა იმიტომ წამოვწიე, რომ ჩვენ ამას გავანალიზე. ეხა ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური შენ შემთხვევაში მე გავანალიზე ის, რომ ის კი არ არის მთავარი მე ვიყო ბედნიერი, მე ანუ შენი საქციელებით და შენი იმითი მე ვიყო ბედნიერი. ანუ მაშინ რაღაცნაირად ესეთი იდიოტური არ ვიცი საიდან მომივიდა და რატო ვიყავ ესეთი განუვითარე, რატო იყო ჩემი განვითარების რაღაცა სივრცე ესეთი პატარა, მაგრამ მე გავანალიზე რომ შენი ბედნიერება, ანუ შენ როცა ბედნიერი ხარ, ეს უნდა იყოს ჩემთვის პრიორიტეტი. ის კი არა რომ შენი ცხოვრებით მე ვიყო ბედნიერი. მივხვდი რომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, აბსოლუტურად რაც არ უნდა გააკეთო. აი ნებისმიერი ნაბიჯი რაც არ უნდა გააკეთო, რაც კი არსებობს ამ დედამიწის ზურგზე, ნებისმიერ რაღაცას რო შეეხო ყველაზე ცუდს. იმის მერე გადავწყვიტე რომ მე შენს უკან ვდგავ. ხო, ეს აი მართლა ძალიან დიდი იმისა აქვს რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ეს ამიტომ არ მომიწევია რომ ეხა შენ გაღიარებითი ჩვენება გაკეთებინა. ეს ძალიან ბევრჯერ მე რამოდენიმეჯერ სტორიში გაკვირით რომ იხსენებია, ძალიან ბევრი შეტყობინება მიმიღია რომ დღემდე არსებობს ოჯახები, სადაც გოგონას გადაწყვეტილების გამო, პირადი გადაწყვეტილების გამო ოჯახი იმდენად ისტრესება და ოჯახი იმდენად თავის სირცხვილად აღიქვავს, თავის რაღაცნაირად აი გარეთ ვერ გადიან, იმიტომ რომ სხვები რა სიტყვიან მომენტი აქვს, რომ ამ გოგონას და აი ამ იდეაში მთავარ როლში ვინც არის, იმას საერთოდ უკან წავენ და მთავარ როლში იჩნდებიან ან მშობლები, ან ძმა, ან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არის აი ამის წინააღმდეგი. არა და ეს სანამ არ გაივლის ეს ადამიანი აი ამ თავის ეტაპებს, ხო? თვითონ უნდა მიხვდეს ის ადამიანი იმ შეცდომას, თვითონ და იმიტომ რომ როგორ რაღაც ხდება, იცი, რაც არ უნდა იცოდეს რა არჩევანი გააკეთა, მე ამის დაცვა უწევს, იმიტომ რომ თავის გადაწყვეტილებაა, თავისი არჩევანია და ეს არჩევანი რადგან თავისია, უყვარს. ყველა ვარიანტში სიყვარული ხდება ამ არჩევანის და იქიდან გამომდინარე რომ სხვებიც აწვევიან, მე ამას იცავს. არა და იცის რომ შეიძლება მართლა უკაცრავა და კაკიჭამა. ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა სხვა უკან წასასვლელი არ აქვს, იმიტომ რომ უკან ხო გეუბნებოდი. ეს მომენტი არის. ჩემი აზრით ყველაფერი მიდის იმისკენ. არა, შენ მარტო არ ხარ დათუნე, ხა ეს არის ჩვენი ტრადიციების რაღაცა ნაწილი. იმისკენ რომ ან თვით ცნობიერება გაიღრმავონ და გაფართოვდეს და ცხოვრების გამოცდილება და რა არის მიხვდნენ სინამდვილეში რა არის, მიხვდეს სინამდვილეში რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული. და აი ჩემთვის აბსოლუტურად რაც ღირებული იყო მაშინ აბსოლუტურად არანაირი არარელევანტური არის დღეს. და აბსოლუტურად სხვა რამეები არის ღირებული. და ეს ოჯახის კულტი არის ზუსტად იმაში, რომ შენ უნდა რაც არ უნდა მოხდეს, შენ უნდა დაიცვა ის. შენი ოჯახი. პირველი არის ოჯახში ურთიერთობები. და მეც ჩემ ლილისთან აბსოლუტურად ესეთი მიდგომა მექნება, რომ რაც არ უნდა მოირჩიოს, რაც არ უნდა გააკეთოს, მე მას უკან დაუდგებ. აი ეგ იქნება ყველაზე მაგარი ის, რასაც შენ როგორც მამა მოახერხებ. იმიტომ რომ როცა გოგოს აქვს ზურგი განსაკუთრებით მამის და განსაკუთრებით, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახში ახლობელი მამაკაცის. არასდროს არ მიიღებს ის არასდროს გადაწყვეტილებას. მიიღებს, შეიძლება რა თქმა უნდა, ადამიანები ვარ და ადამიანმა უნდა დაუშვას არასწორი გადაწყვეტილება, უნდა დაუშვას რაღაცა შეცდომა, რომ პირიქით გასი შეცდომა ზრდის, ხო, რა თქმა უნდა. ესე შეცდომელი, ხო, არ ამის გამო არ უნდა მოკვეთო, ამის გამო არ უნდა გააგდო. პირიქით, აი როცა ზუსტად ეგ არის, როცა მხარდაჭერა უფრო არის ვიდრე მე უფრო დაწყნარებულ გონებაზე. ჯერ ისე ყველაფერს გიყვება. აუცილებლად მოგიყვება ყველაფერს. შენ შემთხვევაშიც ესე რომ მოხდარიყო, მარტო ჩემი კი არ, ჩვენიდან ყველადან ეს უფრო რაღაცა ისეთი ტოლერანტულები რო ყოფილიყავით ყველანი
ჩემი აზრით უფრო კიდე ანუ შენ მაქსიმუმს გააკეთებდი იმ სიტუაციიდან მაქსიმუმს აიღებდი და გამოიღებდი, მაგრამ მე იმისიც მჯერა, რომ ჩვენ ისეთი ოჯახი ვართ, რომ ჩვენი მშობლებიდან დაწყებული და ჩათვლით ჩვენი მშობლების ჩათვლით, რომ თუნდ ამ ასაკშიც ვითარდებიან და ამ ასაკშიც განვითარდნენ და ეს მიმღებლობა და შეხედულება შეეცვალათ აბსოლუტურად. კი, მაგაში გეტყვი. ცოტა რთული იყო. მოსვი ეხლა ეხლა უნდა დავლიოთ. გაგიმარჯოს. ჩვენ გავგებთ. კი ბატონო. და მართლა ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახში იდეაში ამ ნოტაზე მოდი დავასრულოთ. იმიტომ რომ მე მგონია რომ მართლა ყველაზე წმინდა, ყველაზე სათუთი და ყველაზე ისეთი მოსაფრთხლებელი ზუსტად არის ესეთი ოჯახში ურთიერთობები. იმიტომ რომ ოჯახის გარდა რეალურად ყველაზე ახლობელი ანუ არავინ აღარ არის იმის ამაზე ახლობელი მართლა არავინ ურთიერთობები და მეგობრები და ძალიან მაგრამ ოჯახი უპირველეს პირველი ოჯახი არის. პირველი არის ოჯახი. მოკლედ, მეგობრებო, გისურვებთ ჯანსაღ ურთიერთობებს ოჯახში. მართლა ვისურვებდი, რომ ყველა არც ერთი ადამიანი გოგო იქნება თუ ბიჭი იქნება, არ არის იმისთვის, ასე ვთქვათ, გასაწირი, რომ თავისი არასწორი გადაწყვეტილების გამო ოჯახიდან რაღაცა უფრო ისიც წამოვიდეს რა. ასე ვთქვათ, წნეხი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დუდა. ძალიან მაგარი პოდკასტი გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა შენი ინსპირაციებისთვის, იმედია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი ამ ყველაფერს ინსპირაციად გამოიყენებს, გამოცდილებად გამოიყენებს და თქვენ კიდე აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ, უნდა დალაიქოთ ვიდეოები, გაუზიაროთ მეგობრებს და დაგვიკომენტარეთ რა სავარია, თუ კი იყო ეს თქვენთვის საინტერესო, რა თემაზე გსურთ, რომ კიდევ მომავალში ვისაუბროთ და კიდევ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის წარდგენი არის ღვინით ხელში. ოღონდ დალევის 0 გამოცდილებით. მოკლედ, ჩვენი არხის სპონსორი არის Cherry Fit აპლიკაცია. კურცხალი მაქვს ხალხზე მომდგარი. Cherry Fit აპლიკაცია და კონკრეტულად დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო მამაკაცების პროდუქტზე, უბრალოდ მამაკაცების სავარჯიშო პროგრამებზე, რომელიც არის სანდრო შილაკაძის პროგრამები. გადმოწერეთ, დარეგისტრირდით, გამოიყენეთ ის დარბაზის სავარჯიშო პროგრამები არის და ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ ყველანაირი გემოვნება გვაქვს დაკმაყოფილებული, როგორც მასის ზრდა, კუნთის მომატება, ასევე გამძლეობა, ძალის მომატება და ცხიმის წვაც. ასე გნებავთ. დიდი მადლობა.